Დღემშვიდობისა მეგობრებო, აი ისევ მოვედი თქვენთან, მინდა რომ აი კიდევ გაშლა გავაკეთო. მოდი ახლა გავაკეთებ გაშლას. აი ჩვენი მტრები, ჩვენი ავის მსურველები, ვინც ჩვენ ცუდს გვისურვებს ან გვისურვა. მოდი ახლა ვნახოთ, როგორ არიან ისინი. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. მე დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით. თქვენ ხართ მოკლედ ბალანსის შენარჩუნებაზე ახლა მეგობრებო, ფიქრობთ იმ წარსულ შეცდომებზე, იმყოფებით ახლა მარტო და ძალას იკრებთ. ძალიან ბევრ ფანტაზიებში და ილუზიებში იყავით და ამისგან ძალიან დაიღალეთ. ძალიან ბევრი დანაკარგები გაქვთ, ვინ ოჯახი დაკარგა, ვინ მეგობრები დაკარგა, ვინ სამსახური დაკარგა, ვინ რა დაკარგა მეგობრებო, თქვენ სიტუაციას მოერგეთ. კიდევ და მაინც ამისგან მიუხედავად, მაინც სიყვარულს აგრძელებთ თქვენი თავის მიმართ, ჩემო ძვირფასებო. მაინც გაწონასწორებულები ხართ, მშვიდები ხართ, ფიქრობთ სიახლეებზე, ფიქრობთ მომავალზე, ფიქრობთ იმაზე, რომ ამ ხმლებით თითქოს და ხმლების პოზიცია დატოვოთ და მაინც გაწონასწორებულები იყვეთ, ფიქრობთ სიყვარულზე, მაინც ფიქრობთ მომავალზე, გინდათ ნიშნობაც, გათხოვებაც და ოჯახებაც, ვის რა გაქვთ მეგობრებო, აი თქვენსას იმედია მოერგებით. კიდევ რა ენერგიებში იმყოფებით. მოკლედ ამბობთ იმას, რომ მიზნები რაც არ განხორციელდა, ამან ყველაფერმა ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ, მაგრამ მაინც ცდით ბედს ისევ. ძალიან ბევრ დანაკარგებში ხართ, ბევრმა შეიძლება მეგობრებიც დაკარგეთ, დაპაუზებული ხართ მეგობრებო, პაუზები გაქვთ ცხოვრებისეული, ძალიან ბევრი თამაში მოგიწიათ, მსახიობური როლის მორგება მოგიწიათ ცხოვრებისეული და აი რაღაც ისეთი სიტუაცია გქონდათ ცხოვრებაში, რომ აი გინდოდათ თუ არ გინდოდათ, მაინც აი თამაშობდით რაღაც დროის მანძილზე. კიდევ რა ენერგიებში ხართ? გადაწყვეტილების მიღების წინ გახართ და გინდათ დაუსვათ წარსულს წერტილი და სიახლეებით გააგრძელოთ ცხოვრება. იმიტომ რომ ძალიან მოტყუებული ხართ წარსული ცხოვრებით. კი ბატონო, საკუთარ თავზე გადაერთვეთ უკვე და ბრძოლობთ საკუთარი თავის გადასარჩენად. აი ესეთ გამგზავრებაზე ფიქრობთ სადღაც და მოკლედ თქვენ იმყოფებით ტრანსფორმაციაში, ჩემო ძვირფასებო. ეხლა თუ კი გაქვთ გაურკვეველი სიტუაცია და ვერ ხვდებით რა ხდება და ზოგადად რა უნდა გააკეთოთ, არა უშავს, ეს არის ყველაფერი ზუსტად ის, რაც არის ტრანსფორმაცია და არ შეგეშინდეთ ამის მეგობრებო. ამისი არ შეგეშინდეთ. კარგით, ეხლა გავაგრძელოთ. ჩვენი მტრები, ჩვენი ავის მსურველები, აი როგორ არიან ეხლა, როგორ არიან მეგობრებო? როგორ არიან? გაუბედურებულები, რუტინულ ცხოვრებაში იმყოფებიან, აქვთ არალოგიკური აზროვნება, სულ აქვთ ბრძოლები, ძალიან დასუსტებულები არიან და აი რო იტყვიან ძალა გამოლეულები, მოტყუებულები არიან თავისი საქმიანობით, იმით რითაც იყვნენ დაკავებულები, ჩემო ძვირფასებო, არ გაუმართლათ სიყვარულმა, არ გაუმართლათ რისკმა, იმის მიხედვით, რომ ეგონათ, რომ მთვარე ამოუვიდოდათ, ეგონათ, რომ ფინანსები ექნებოდათ, ვინ ფინანსებით მეგობრებო, ვინ ფინანსებზე გადაერთო, ანუ ვის ფინანსები აინტერესებდა, ვის ფულიანი ადამიანი აინტერესებდა, ვის წარმომავლობა, ვის რა, ვის სიმდიდრე და ვის ქონება და ვის ფუფუნება, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ თუ კი თქვენი პარტნიორი თქვენგან წავიდა, იქ იყო, აი თუ კი არასწორად და რაღაც ისე მოულოდნელად წავიდა თქვენი პარტნიორი თქვენი ცხოვრებიდან, მტრებმა გააკეთეს ის, რომ ამისთვის ყველაფერი იბრძოლეს, რო იტყვიან, ჩემო მეგობრებო. კიდევ რა? თქვენს მტრებს ეგონათ, რომ გაიმარჯვებდნენ, თქვენს მტრებს ეგონათ, რომ ყველაფერს მიაღწევდნენ, მაგრამ ეხლა ფიქრობენ, რომ ეს იყო არასწორი საქციელი, ისევ ხმლების პოზიციაში არიან, ისევ ცდილობენ ახალის დაწყებას ჩაუხრელი შრომით, მაგრამ სამყაროს იმედით, თუმცა არ გაუმართლათ და ბედისბორბალი ამოყირავებულია, აქვთ ძალიან ბევრი სირთულეები ცხოვრებაში, ეს იყო ცუდი მიზნები და ცუდი დასაწყისი, რომლებიც შედეგი არ მოუტანათ. გეგმები აუცილდათ, ჩემო მეგობრებო, ასე რომ თქვენ არ ინერვიულოთ ამის შესახებ.
დღესდღეობით მათ აქვს მოუგვარებელი პრობლემები, ამ ადამიანებს უნდათ იმ წარსული ჯოჯოხეთიდან და იმ ჩადენილი საქციელებიდან განთავისუფლება და თავის დაღწევა, მაგრამ ვერაფერს ვერ აღწევენ. პრობლემები აქვთ ფინანსური, პრობლემები აქვთ, დაბრკოლებები აქვთ, აი უარყოფითი ძალიან ბევრი სიტუაცია აქვთ, ძალიან ბევრი იმედი ჰქონდათ, მაგრამ აი თავისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ამ ადამიანებმა ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს, თუმცა ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სადღაც წასვლით, ან ვიღაც ადამიანის წასვლით გაიმარჯვებდნენ, მაგრამ და ფეხზე დადგებოდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად ამ ძალის გამოყენებით ძალიან შეცდნენ. აქვთ ძალიან ბევრი კამათი და თვითონაც იმყოფებიან ახლა გადაწყვეტილების წინაშე, თუმცა გეტყვით იმასაც, რომ თუ კი ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რომ თქვენი ცხოვრება მოეყირავებინათ, ახლა იმყოფებიან თვითონ ამ სიტუაციაში, ძალიან დიდ დანაკარგებში იმყოფებიან, ჩემო ძვირფასებო, და აი აქვთ 180 გრადუსით შემოbrunებული ცხოვრება, რო იტყვიან უარესობისკენ. მოდი ახლა აღწერ, თუ კი მოვახერხე ჩემი დასტის საშუალებით, აი მათი სიტუაცია. საკუთარი თავის სასარგებლოდ ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი რაღაც გამოიყენეს, ვინ სიჩუმე გამოიყენა, ვინ რა და ვინ რა. ეს შეიძლება იყოს ქალბატონი, კაბიანი ქალბატონი, თუმცა ძალიან ისეთი არასასიამოვნო შეხედულების, ეს შეიძლება იყოს ქალი, რომელსაც აქვს დაახლოებით ფჩოლკებიც, გრძელი პირის სახით, აი რაღაც არასასიამოვნო გამოხედვით, აი რო იტყვიან, აი როგორ მინდა ზუსტად ის სიტყვა ვთქვა, გრუბი შესახედაობის, თითქოს და შეღებილი, შენაღები თუ შეღებილი არასასიამოვნო ფერის თმებით, ეს ადამიანი ძალიან ღელავს ახლა თავის შეცდომებზე, ძალიან ცუდათაა, აქვს არასტაბილურობა და ცვლილებები ცხოვრებისეული შეცდომები. ძალიან დიდ შეცდომებზე საუბრობს და არეულ-დარეულია მეგობრებო რო იტყვიან. აი თავისი ტყუილები, აი თავისი მაგიები, აი თავისი დადგმული სცენები რო იტყვიან, ჩემო ძვირფასებო, უნდა რომ აპატიოს ცხოვრებამ და სამყარომ მას, რადგან ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება და საქციელი, მან შანსი არასწორად გამოიყენა, იმის მაგივრად რომ შეეძლო ამ ადამიანს სიკეთე გაეკეთებინა, ბოროტება ჩაიდინა რო იტყვიან. ეს იყო მოულოდნელად და ამ ადამიანმა მოკვეთა თავისი ხელით, თავისი ბედნიერებაო, ჩემო ძვირფასებო. აი ესეთ სიტუაციაში იმყოფება ახლა ეს ადამიანი. კარგით, მოდი კიდევ ვნახოთ, რა სიტუაციაში იმყოფება ახლა თქვენი მტრები. აი სიძნელეები და სირთულეები, პრობლემები, დაგვიანებები, აი ეს იყო მოკლევადიანი წარმატება მის ცხოვრებაში, თუნდაც წამიერად მიიღო ამ ადამიანმა თქვენი გაუბედურებით დიდი სიამოვნება, მაგრამ ეს იყო წამიერი. აი ეხლა არის მთვარეში და ყვავებში, ახალ შანსებს და ახალ სიტუაციებს ეძებს, ამოbrunებული აქვს თავისი სტაბილურობა, რო იტყვიან, რაშიც დახარჯა ფული, აი თავისი სტაბილურობა ეგონა რომ კარგად წავიდოდა, მაგრამ დაპაუზებულია ყველა მხრიდან. თუ კი მუშაობდა ეს ადამიანი ამ ყველაფერზე, ეხლა აქვს მეგობრებო, აი სრულიად გაჩერებული ყველაფერი, ფინანსებიც, მუშაობაც, ვერაფერს ვეღარ აკეთებს, უმოძრაოდაა რო იტყვიან. და რაღაც თქოს ახალ ინტერესებს ეძებს, ახალს, მაგრამ არაფერი კარგი არ ექნება ამ ადამიანს. სულ ექნება ბრძოლები, სულ ექნება უსიამოვნებები, სულ ყოველთვის ექნება რაღაც დაკარგვის შეგრძნება, ან დაკარგავს ყოველთვის ყველაფერს, სამართლიანობა მასთან არ იქნება არასოდეს და ყოველთვის იქნება ცუდად. ეს ადამიანი ყოველთვის იქნება ცუდად, თუმცა ყოველთვის ეცდება ამ ყველაფერს. მოდი მაინც ვკითხოთ ეხლა თავისი ბოლო. აი თავისი ბოლო. წაგება. სიყვარული არ იქნება, მეგობრებო. არა, ფანტაზიებში და ილუზიებში იქნება, არ ექნება ხვავი და ბარაკა და რაც არ უნდა ახსარება ჩააბაროს ამ ადამიანმა, არასოდეს არაფერი არ ექნება, ყოველთვის იქნება სამკუთხედებში და ყოველთვის იქნება იმ დანაკარგებში, რასაც ჩაიფიქრებს მომავალს, არაფერი არ ექნება კარგად. ყოველთვის ექნება უძილობა
მის ცხოვრებაში რა პარტნიორიც არ უნდა შემოვიდეს ამ ადამიანს ბალანსის შესანარჩუნებლად და იმ ყველაფრის მოსაპოვებლად არაფერი არ გამოუვა, არც ფინანსები, არც წარმატება, აი ხედავთ ხომ, არაფერი არ ექნება, ყოველთვის იქნება ლოდინის რეჟიმში და ყოველთვის იქნება თავის დადგმულ მაგიებში და манипуляტორი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ხვის განადგურებას, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ თქვენ არ ინერვიულოთ, თქვენ ყოველთვის იყავით მშვიდი და გაწონასწორებული და მიანდეთ სამყაროს, მე კი გელოდებით კომენტარებში. მადლობა.